ამ საქმეში ქალბატონი მზია ამაღლობელი ედავებოდა ირაკლი კობახიძეს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი კობახიძემ გაავრცელა ქალბატონ მზიას შესახებ და რომლითაც მოპასუხა ირაკლი კობახიძე ამბობდა, თითქოს ქალბატონმა მზიამ შეასრულა კონკრეტული დატვეთა მაშინ, როდესაც ქალბატონმა მზიამ სილა გააწნა ირაკლი დებულაძეს. სასამართლომ შეწყვიტა წარმოება. თავისი შინაარსით ასეთი მიდგომა სასამართლოსი ასეთ სარჩელთან დაკავშირებით არის საშიში პრეცედენტი ქართული მართლმსაჯულებისთვის, ვინაიდან სასამართლომ ფაქტიურად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მათ უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ ფაქტების სახით და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. 10-მდე სარჩელია წარდგენილი საქართველოს სასამართლოებში სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ამ საქმეზე სასამართლოს მიდგომა არის სისტემური, სასამართლო არ იღებს წარმოებაში ამ სარჩელებს სხვადასხვა ტექნიკური უსაფუძვლო არგუმენტებით. ეს იყო ერთ-ერთი საქმე, რომელიც გაგვიყვირდა კიდეც, როდესაც წარმოებაში მიიღო სასამართლომ და სხდომა ჩანიშნა, თუმცა სხდომაზე ვნახეთ, რით დაასრულა რეალურად საქმის განხილვა. ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ქალბატონ მზია ამაღლობელს სარჩელის უფლება აქვს წართმეული, ანუ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს საშუალება აქვთ, რომ მასთან დაკავშირებით გავრცელონ ნებისმიერი ტიპის მცდარი ინფორმაცია, მაშინ, როდესაც ქალბატონ მზია ამაღლობელს ერთმევა შესაძლებლობა არათუ სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი განხილვის უფლება ქონდეს, არამედ უფლება, რომ სარჩელი აღძრას სასამართლოში და მიაღწიოს მისი სარჩელის შინაარსობრივ განხილვას.